გამარჯობა. Hello friends and welcome to another video. არ თქვა ვინ ამბობს? Does it ring a bell? Yeah, it does. არ თქვა ვინ არის? აი თქვენ თუ მიხვდით ვინ დავაკვოუთე? და წერთ კომენტარებში. იმენა თქვენ ხართ OG YouTube-ის მოყვარული და ხალხი. თუ სწორ პასუხს დაწერთ, ანუ დაგამატებთ close friend-ებში. Period. Benefit. ვინც პირველი დაწერს. Okay. That's fair. თორე ხო იცი რა ჩემთან ლიმიტია. ძალიან limiterable. Up to 600 people only. Shut up. რა შევით როგორ ვართ? Tell me. Tell me why now. აუდიტორიას ეკითხებით მე. დღეს არის ორშაბათი მეგობრებო, ორშაბათს წერთ. ანუ ძალიან რთული დღეა, მეზიზღება ორშაბათი რო იცოდეთ. ხო complaining-ით იწყებ ყველა ანუ ეპიზოდს. I don't know, მართლა რთული დღეა, მაგრამ მიშავეთ ვინმე ისეთი Okay, I'm not going to go there. მაგრამ რთული დღე არის, მაგის მიუხედავად ვინდომებ და ვარ განწყობაზე. შენგან განსხვავებით. Okay, what about you? მეც ვარ განწყობაზე ჩემი ორშაბათი დღე. კარგი ჩაი არა, ამიტომ I have nothing to complain about. And good for you, baby. Good for you. Yes. ძალიან კარგი weekend-ი მქონდა, მგონი ორივეს გქონდა. თელი შაბათი ერთად გავატარეთ. თელი შაბათი ერთად მესმის რა ძალიან კაი weekend-ი გამოგივიდა. I know, ისეთი კარგი ამინდი იყო, that was the only reason. By me ძალიან კაი ამინდი იყო. ანუ იქ იყო ძალიან დიდი ფაქტორი იმისა, რომ კაი weekend-ი გაიგო. სამ რესტორანში ვიყავით მაგ დღეს მგონი ხო? და დავითვენ დალია ზუსტად 12 ჭიქა ყავა მე მგონი. დღის ბოლოს როგორ მაკანკალებდა, აი გული მერეოდა. თან ანუ ხალხმრავლობაში მოხვდით და ანუ ეგ უფრო დაემატა, იმიტომ რომ აი tend to not like გული გიჩქარდება? არა. ანუ ღებინების შეგრძნება მქონდა რაც რომ ამეწონა. არა, მხოლოდ ღებინები. მე ხალხო ყავას არ სვამ არ მიყვარს და ძალიან მინდა რომ ყავა მიყვარდეს, იმიტომ რომ რაღაცნაირი რიტუალი არის ყავის სმა. განსაკუთრებით ჩემთან სახლში დედა ჩემი და მეზობლები ყოველდღიურად ყოველ დღეს ამდა ხოლმე ყავას და ანუ მიუხედავად ამისა მაინც არ მიყვარს და why? ჩაი? არ ჩაი, გაციებული რა ვარ უკიდურეს შემთხვევებში. Damn, ანუ შენი მარტო წყალს ვამ. სხვა გაზიანი სასმელებიც არ მიყვარს, მადლობა ღმერთს, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი საშინელება მიყვარს. ან დასალევე მარტო წყალი, მაგრამ შემიძლია დაჟე წყალიც არ დავლია. არც წყალი არ მიყვარს, ხდები? მე უფრო ჭამა. Damn, ეგ არ არის კარგი. I know baby, I know. წყალი, მაგრამ ერთლის წყალისკენ რომ მაგრამ სმაც არ გიყვარს ხო დიდად. თუმცა პარასკევს ხო ვიყავით სახლში? ხა. პარასკევს. ანუ რაღაც სხვანაირად გადავთამაშდით, რომ მე უფრო სვამ ვიდრე შენ აღარ სვამ. ერთი წამი როდის მე რო სვამდი შენზე, მეც აი რა მომენტში როდის გადავთამაშდით, ასე რომ დავარქვათ. არა, არც არის რას ყოფილა, მაგრამ ესე დაგბრენდე, რომ შენ უფრო მეც უნდა სვამდე ჩემ გონებაში, მაგრამ არ არის. ადრე babe. იყო დრო. მეგობრებო, ახალგაზრდა რო ვიყავი. ანუ და რატო არ უნდა დალიო კარგი კოქტეილი? პროსტ აი ღვინის და არყის მას ვერ ვიგებ, არ შემიძლია. აი კოქტეილი მევასება. ღვინო შემიძლია მხოლოდ ერთი ჭიქა, აი ახლა ხანს მეგობართან ვიყავით რა, საღამო იყო და სვამდით თეთრ ღვინოს. აღონდ იყო ნახევრად ტკბილი. დავამუღამე რომ всё არ შემიძლია. ძალიან კომპოტივით მარტო მაგის თალავ შემიძლია. და მე მშრალ ღვინოს ვერ ვიტან. და მე რომ მოვითხოვე მშრალი ღვინო. მე მივხვდი რომ I think გაგიხსნეს. Damn. შემეცვალა გამოვნება. არა, განსაკუთრებით ცუდი არის ქვევრის მშრალი ღვინო. ქვევრი ძალიან რთული არის. ისეთი მძიმე და specific აი უნიკალური გემო აქვს რომ აი მართლა. მიჭირს მე. და მწვანე არ მიყვარს მაგება. ხო, ეგ მე მგონი არც არის ისეთი მე მიყვარს ნახევრად წყვილი ერთადერთი. ჩემი სოფელი არის ხვანჭკარაში, ვინც არ იცით და შესაბამისად ყველაზე კაი. ხვანჭკარი წითელი ხო არის? Yes. Yeah. ყველაზე კარგი წითელ ღვინოს ვაკეთებთ ჩვენ. Wow. I know. ხოდა ეს მაგრამ წითელი ღვინო მეზღება because it stains your lips. და კბილებს. ხო, ეგ გავაანალიზე სტამბოლში რომ გაუჩერებლად სვამდე. ეგ გავაანალიზე, არა, ეგ გაგაანალიზებინე, იმიტომ რომ გეუბნებოდი ერთი პერიოდში, მე can't stop drinking, იმიტომ რომ კოფსია პომადაზეც გადავიდა, ხო. იასამისფერი იყო თავიდან ბოლომდე. ხო. იცი როგორ Charlie and Chocolate Factory-ში არის გოგო რო ღეჭავს საღეჭრას, ვინც არ იბერება და იასამისფერი. იმენა მე. ბაზარია რა. შენ გაქვს ეგ მომენტი, რომ ანუ ანასთან ერთად თუ გადიხართ ხო გარეთ, you're going to have so much fun. ჯერ ეს ერთი ძალიან ბევრი ჩვენი მაყურებელი შეგვხვდა და ანუ ცეხში იასნად. ცეხში და ანუ მეგობრებო, წინასწარ ბოდიშს გიხდით თუ ანუ რაღაც ძალიან fulfilling ინტერაქცია თქვენთან, იმიტომ რომ ანას ვერ შევეტრები. ყველას ელაპარაკება ხალხო, აი 2 საათი, ამიტომ please come up to us. მაგრამ მე მაშინ როგორ ვთქვათ? I was
What? You're what? არა სახელმწიფოში ვიყავი. მიყვარს ყველაფერი. ანუ ზოგადად დავიცი, შენ ძალიან engaging ხარ, მაგრამ უცხო ადამიანებთან არა რა. მიჭირს გახსნა კი. და ყველას ვაუნებით, რომ დავითი ძალიან მორცხვია. მაგრამ სიმორცხვე რამდენად არის არ ვიცი, უბრალოდ ეგეთი ხასიათი გაქვს. Reserved. ხა, reserved. რასაც ვაფასებ შენში ძალიან კაია. იმედია ის არ ვარ რა ქვია, უხეში. არა, უხეში არ ხარ, ძალიან საყვარელი ხარ. Thank you. და ძალიან კაი ხალხი გავიცანით, ღმერთვანა, ისეთი კაი ხალხი არის ყველა ანდრია, თინი, თეკლა, სანდრა, ეს ვინც მახსოვს, რომ სახელები თქვია და Houston ის რო არის. სახელებს უხლის. არ ვიცი რა ზალპარაკობ, I swear to God. Donna, Lynn, Pat, Lori, Shelly, Aaliyah, Rose, Brian, Darren, and Ulysses. Thank you for holding down the fort. Whatever. სხვა რა ხდებოდა ძალიან გამორჩეული ამ კორაში. Let me think about it. შენ ცხოვრებაში თუ ზოგადად? Exactly nothing. ჩემი აზრით, ეხლა კიდე არა უფავს, აი მეშინია იანვრის ბოლოსი, იმიტომ რომ იქიდან იწყება არაფრის კეთება და ცუდი განწყობა გარემოში. იქამდე წავიდა სადმა? სოჩი, მაგრამ სად გინა იანვარში რო წახვიდა? მე ზამთარში მოგზაურობა არ მიყვარს. დუბაი. დუბაიში ცხელა მაგდანეზე? ანუ ძალიან არ ცხელა, კარგად ცხელა. Let's fucking go. Yeah. Let's fucking go. Okay. მოკლედ, რო გადავიდეთ თემებზე, ზოგადად რა ხდება ამ ქვეყნად? მინდა რომ დავიწყოთ ძალიან ცხელი ამბით და ჩვენ სამშობლოში, ანუ ამერიკაში რაც ხდება. გონი შენ ჩამიგდები და? მიდე. რა ახალი ნიუ-იორკის მერი ყავთ? შენ ჩამიგდა მის სოლზე? და მოკლედ აღფრთოვანებული ვარ ამ გოგოთი. ეხლა რა მივყვეთ რა ხდება. ეს მერი არის არაბული წარმოშობის, რაღაც არაბულადაც საუბრობს და იმენ არაბია ვიძე და არჩეს მომდანი. დაჟაგვარი. ნიუ-იორკის მერად. ანუ ძალიან ქარიზმატული ტიპია. მე არ ვიცი კამპანიისთვის ვალი არ მიდონებია. იმ მომენტიდან როგორც კი აირჩა, იმ მომენტიდან შევუერთდი მის ფანდომს. და დაჟე Pink Panthers-თან კონდა კოლაბი, რომელიღაც Son bichia იმენა რაღაცა აჯაზებს Kendrick Lamar-ზე და მთელი. He really gets it. Თოჩი. მაგრამ ძალიან mixed reactions მოყვა, იმიტომ რომ ძალიან ლიბერალური არის და he's a Democrat as well. და ნიუ-იორკის ელიტას ვთქვათ. მე იცი რა მიყვარს ნიუ-იორკში არის ძალიან ებრაელების დომინაცია. ძალიან ბევრი ებრაელები არიან, რაღაც Orthodox Jews, ყველანაირი Jews არიან და რანაირად აირჩა? ეს სამის არ გაქვს ნანახი. პირველი რაუნდი რო იყო დემოკრატების mayoral electionis დებატების 5 კაცი ხო დგას თუ რაღაც რამდენი. The first foreign visit by a mayor of New York is always considered significant. Where would you go first? Mr. Cuomo? I would go to Israel. Mr. Tilson? I'd make my 4th trip to Israel. Mr. Mamdani? I would stay in New York City. My plans are to address New Yorkers across the 5 boroughs and focus on that. Mr. Mamdani, can I just jump in? Would you visit Israel as mayor? I will be doing, as the mayor, I'll be standing up for Jewish New Yorkers and I'll be meeting them wherever they are across the 5 boroughs. ისრაელში წავიდოდი, ისრაელში და საფობს რომ მე არსად არ წავიდოდი ნიუ-იორკში ვიქნებოდია. თუ რაღაც ეგეთ. Well, მაგრამ რა გინდა და რა ეთქომით მე ქაზე პალესტინაში წავიდოდი, მოსალოცად. არა, იმიტომ რომ მაგან ეგეც ხდება რომ მაგით შორს ვერ წავიდი. ორივეში, ანუ Republicans მგონი დარტებთ ისრაელი მგონია რომ დემოკრატების თემა არის უფრო. ცოტში. ანუ ხო და მე ძალიან გამიკვირდა რომ აირჩა რა ესეთი ღიად და მოკლედ გადავიდეთ თავარ თემაზე. ყავს ცოლი 27 წლის გოგჩა. რა ქვია და მოვიწყდა. 27-ის არის, are we sure? 27 ნიტო 28. ანუ შენზე არის literally დღეებით უბრალოდ. That makes me crazy. და ანუ არის first lady of New York, you guys. და მაინტერესებს შეიძლება თუ არა, როგორც აი Melania Trump-ს არა, ანუ ეს გოგჩო არის, ვიძე აგერ დაინახავთ. ჩოვლებრივ, ანუ ხალხთა პოლიტიკოსებისგანაც მიჩვეული ვართ და ძალიან ვიძე ყავთ ცალები რა. Jackie Kennedy? ეს არის ლამაზი გოგო, აი ნამდვილი სირიელი არის წარმოშობით და ნიუ-იორკში კი არა და ამერიკაში კი დაიბადა, მაგრამ სირიაში ჩადიოდა თურმე ზაფხულობით და ძალიან ისეთი ჯაჭვი აქვს. და
ხო და არის ხელოვანი მოკლედ არტისტია და ძალიან პრო-პალესტინელი რა ესე ღიად იმიტომ რომ რაღაც არტი შეუქმნია სადაც პალესტინაზე აქვს რაღაცა references და ძალიან მომწონს ეს გოგოს ნიუ-იორკის ქუჩაში ხელჩაკიდებული რომ მიდიოდნენ ეკვიდაო ნახე კი I feel like they're like modern American royalty I know, მაგრამ ნახოთ აბა მომენტ ვინ იყო წინა ნიუ-იორკის მერი და წინა ნიუ-იორკის first lady I have no idea. ვაიმე ზივე თვიცი შავკანიანი გოგო რო არის და ძალიან საინტერესო სასოციალო ინტერვიუებს რო წერს ანა დელვისთან ქონდა ინტერვიუ ემილი რატაკოვსკისთან ქონდა რო იკითხება ანა დელვის ხო პაპარაცი გინდოდაო და რაღაცა ხო და ანუ მაგოგომ ჩაწერა წინა მეიერთან მგონი თუ იმის წინა მეიერთან არ ვიცი რომელი კონკრეტულად მაგრამ ერთ-ერთ ნიუ-იორკის მეიერთან რა და აღიარებდნენ რომ მგონი ეს ტიპი იყო ყველაზე კორუმპირებული მერი ნიუ-იორკის Marry F kill communism socialism capitalism I would marry capitalism Israel ისეთი სასაცილო არის ამათი ინტერვიუ რომ ყველას გიჩვენოთ რომ უყუროთ მეგობრებო ანუ ძალიან ის რატო დათანხმდით ხო არ ვიცი მართლა ანუ I feel like they did not understand each other and that's what made it perfect უიჭალე უნდა უყურო yeah მოკლედ მაგრამ აქ არ მთავრდება ამერიკის პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენები ჩემთვის იმიტომ რომ არის სენატორი დემოკრატი სენატორი ჯორჯია შტატიდან ქარიზმატულია he's giving ქარიზმატულობა არის ერთ-ერთი basic requirement რო იყო პოლიტიკოსი მაგრამ თავი იცი რა არის ადამიანის როგორ რომ მაგ ქარიზმატულობაში დაინახოს ჭეშმარიტება Wow, that is so deep. არა კარგად ცხოვრობდა. ყველანაირი ჭეშმარიტებას ხედავ ჯონ ოსოფი და გუგლეთ ცოლი ყავს. აუ. As if it changes something. აუჩი. მარა ისე თვიცია ცოლი. რატო ბაჯვამ ქალებს გაუჩერებლად არ ვიცი. I'm so sorry. He could do better, okay? And that could be you. That could be me. ხო და ესეთი ამბებია ამერიკაში. შენ გამოცანი რა ხდება ახ საქართველოში? საქართველოში ერთადერთი რაც შემოხვდა იყო თიკა ჯამბურიას sound bite-ი. რა ხდება? ანუ ვინ აიტაცა? მართლა მაინტერესებს გთხოვ მითხარ. ძალიან კარგი იყო. მაგრამ თვითონ ეწყინა ნეტა ყველაფერი მოხდა? რანაირად უნდა ეწყინა სუფასო პიარი, გარავის არ წqins ამ საუკუნეში. მეც ეგრე მგონია. მაგრამ შენ ანუ მიზანშეწონილად გააკეთა ყველაფერი თუ? არა, მე მგონი სადღაც პოდკასტში იყო სტუმრად და ძალიან ორგანულად წამოვიდა რა. ორგანულად არის სიტყვა. გაწელა სიტყვის. მაგრამ ნახე, მე ხო მოვუსმენებ თან ერთ წუთიან ამონარიც და ანუ ყველა სიტყვას ეგრე აბოლოებდა. ძალიან მელოდიური იყო მეგობრებო, მინდა ვთქვა. ეგეთია მუსიკოსი, საუბარში ციგრძნობა. მუსიკოსია? Are you fucking kidding me? ვინ გონია რო არის? Like media personality. No, მუსიკოსია. ეგ იყო ბავშვი ვარსკვლავი. ანუ აი ბავშვობაში იყო ძალიან ცნობილი. რა სიმღერა? აიცი რომელი წითელი პერანგი. ეგ არის ბავშვური სიმღერა? ისა. ატარა ბიჭი დამეკარგა წითელ პერანგა. You know that? იცი ეგ სიმღერა? არა. ყველა პანჯი იცი, იმიტომ რომ ყველა ვიცით ვაფშე, ხო? It was so popular, you have no idea. და ხალხო, ჩემი აზრით ის ისტორია უნდა შეწყდეს. მეც პატარა ნარიდი ვნახე, ანუ პოდკასტი იყო და ჩაწერილი ზუსტად იქ, სადაც ყველა პოდკასტი იწერება. ნახე, ანუ ფარდა იყო, მე მგონი მან მწვანე. სხვა დროს არის თეთრი, რაღაც ფერი იცვლება. Oh, that's smart. რა ვითომ ეს. ვინ ფლობს მაგ სივრცეს? იმიტომ I want to be them. ძალიან ფულშო. Wow. Smart bitches. Now you know. ყველა პოდკასტი იქ იწერება. ჩვენც იქ ვწერთ, უბრალოდ ესეთი ყლეობა კედელი გვაქვს უკანამში. Excuse you, ბოდიში მოუხადე ჩემ კედელს. ძალიან საყვარელია ბაზარი არ არის. მიყვარს. აქ არის მეგობრებო character, memories, uniqueness. I agree. მართლა მომწონს. და თავიდან მე ვაწაბოდი დავიც რომ მეთქი აი პირველი ეპიზოდი რო ჩავწერეთ რა აი მეთქი რაღაც სტუდიური მომწონს და აი Call Her Daddy რო არის რაღაც Alex Cooper-ს თავისი სტუდია აქვს და მე მაგრამ ეგ სულ სახლი არის, ოთახი არის. ხა, უბრალოდ ხო ხვდები ანუ სეტია რა. Yeah, obvi. და ჩვენთან ისეთია რა მე აქ სიხარდეს ქროლავ. Yeah. No, you don't do that, but still.
სხვა თემებზე რა გადავიდეთ, მაინტერესებს, იმიტომ რომ შენ ძალიან გიყვარს მსახიობი ამერიკელი Sydney Sweeney. მსახიობი კინოარტისტი. კინოარტისტი. საჯარო მოღვაწე Sydney Sweeney. Sweeney აღარ მიხსენა, იმიტომ რომ აღარ მიყვარს. აღარ გიყვარს. მე ვარ ხალხო ზუსტად აეგოგჩა რა თუ რაღაც უც გააკეთებ, უბრალოდ აღარ მიყვარ ხარ. მოკლედ ქონდა ინტერვიუ GQ-სთან მეგობრებო და ეს გოგო რაღაც ძალიან ნეიტრალურად და შევიტყოდი რომ პოზიტიურად იყო განწყობილი Sydney-ის მიმართ და ანუ რაღაც ცდილობდა რომ შანსი მიეცა რომ როგორ ცდილობდა პირდაპირ გითხრა უთხრა რომ მინდა შანსი მოგცე და ხო ბაზარი ანუ ყველანაირად დაუღაჭა გოგოს რომ ანუ აჰა შენი შანსი რომ ანუ თქვა ანუ გამოხატა შენი აზრი იმ კომენტარებზე თუ რაც მოყვა American Eagle ads რომ my jeans are better than yours and stuff like that მე ვიყურე ამონარიც მთლიანი არ ამონარიც ჩვენი საყვარელი სიტყვაა დღევანდელი და ანუ მართლა გული ამერია the fuck ხო როგორ თქვა რა იცი როგორ იყო აი ძალიან პოხუისტი რა ხარ და იმენა რომ ყურსაც არ ათხოვებ ანუ მე თუ რამე სათქმელი მექნებაო და issues-ზე სალაპარაკო ამასო გაიგებენო ჩემს მენელს ერთ-ერთი ვიღაც უოჭველი ყავს PR team-ში ეგ ვაღიაროთ რა ძალიან ცუდი ყავს ანუ ვაფშე არ იყო კაი გამოსვლა მე მგონი ვისაც ევასებოდა ან ვინც ნეიტრალურად იყო განწყობილი მე მართლა ნეიტრალურად ვიყავი განწყობილი იმიტომ რომ მეთქი ანუ სექსი გოგო და მთელ მსოფლიოს შორს და მაგიტო აი ხვიეს თიცად კო მაგას ფიქრობდი მაგრამ აღმოჩნდა რომ თურმე იმსახურებდა იმიტომ რომ ანუ მე რო ნეიტრალურად ვიყავი მაგ ინტერვიუს მე ცოტა დავიზმენდი რომ მეთქი არ არის ეს გოგო ნეიტრალიტეტის ღირსი ხო იმიტომ რომ თვითონაც არ ჩანს ნეიტრალური მიხვდე ხო და იკითხებიან რომ აი ტრამპმა რო გააკეთა შენზე კომენტარი მაგაზე რა სიტყვია და ეს რას ამბობს surreal area. ოჯახთანაც უნდა რომ კარგი ურთიერთობა გქონდეს, როგორც მოგეხსენებათ. ნუ კაი, მე მაგის გამო არ ვაჭამ უბრალოდ ის რომ აი ჯინსო რა ასეთი ალიაკოთი რო ატყდაო ვითომ მაგაზე რა სიტყვია და მე ჯინსები ძალიან მიყვარს, სუ ჯინსები მეცვია. Girl. ხო, obviously, ალბათ არ ვიცი, საინტერესო არის მართლა რატო არ უპასუხა პირდაპირ ამ კითხვას, იმიტომ რომ შეიძლება არ უპასუხო დავით. ანუ მეც კი ადამიანი რომელსაც ენაზე რაც ადგება ყველაფერს ვიცახი, მეც კი მოვიფიქრებდი რომ რაღაცნაირად ისე ამერიდებინა რომ ხალხიც არ გააღიზიანო. ყლეობაც არ თქვა. ხო ხტები აი ყველაზე ცუდი პასუხი გქონდა. ხო და მაგას ამბობ რომ შეიძლება ეგეც მისი სტრატეგია არის რომ აი ახლა ჩვენ აქ ვზივართ და ვლაპარაკობთ ჩვენნაირი ასეთი media moguls. Is she that desperate? I don't think so. ანუ it's not გითხრა რომ desperate არის? გაინტერესებს რატო არის desperate? Why? იმიტომ რომ ხახო თურმე ანა ციგნაძე მხო შეიცვალა აზრი, მასამაც შეიცვალა აზრი, მიყვა ანა ციგნაძეს, რადგან ახალი ფილმი, რომელიც იყო, let me check, იმიტომ რომ as you can tell it wasn't that relevant. ახალი ფილმი about Christy Martin, ვინც იყო ქალი ბოქსიორი, ძალიან ერთ-ერთი ყველაზე რეკორდულად ცუდი გახსნა იყო ფილმების 2025-ში. და ეს იყო lead actor? ეს იყო ის მთავარი როლი. Okay. და даже მგონი პროდიუსერიც იყო. იო. რაღაც whatever. მგონი პროდიუსერობას იწყებენ 50+ იასაკიდან უკვე ჰოლივუდის მსახიობები. ძალიან ადრე იყო მაგის. პროდიუსინგი ისეთი vague თემა არის. ანუ გოგომ რა თქვა რომ აი ეს აქ დადგეს თუ შეიძლება უკვე უნდა მისცე რომ პროდიუსერი იყო. ანუ დავიჯერა იმ დონეზე კიდია რომ ხალხს მოწონდეს. ანუ ეგ ვინმეს კიდია მაგ დონეზე რომ სპეციალურად ცუდ რაღაცებს ამბობ. მაგრამ ნახე ამერიკა იმ დონემდე დიდი ქვეყანა არის. ანუ ერთი არის რომ ჩვენ ვართ ვინც შეიძლება ვისაც არ მოწონს ეგეთი stance ამ თემებთან დაკავშირებით, მაგრამ მე მგონი აი ძალიან majority opinion არის ეს. ყველა ჯომს. რატო მაგას ევასება? ნიკი მინაჯმა თუ შეიცვალა თავისი მოსაზრება ტრამპთან დაკავშირებით და მაგა ბარბი გახდა, რატო არ შეუძლია რომ? მართლა? ხო, არ ნახე. მან რელიგიური კონტექსტი უფრო იყო, რომ ჰაიტიზე თუ რომელიღაც კუნძულზე ხალხს კლავენ თავიანთი რელიგიის გამო და მადლობა ტრამპს რომ ჩვენ freedom of speech იცავსო და იმას რომ რელიგია უნდა იყოსო თავისუფალი blah blah blah. Nikki is going through something, you guys. Check on her. ხო, ანუ ჩვენ არ ვაკომენტარებთ, იმიტომ რომ გოფეშინია. ხო, ვერ წარმოვიდგენდი. მოკლედ, why would you do that? ამასთან მაგ ინტერვიუში ამბობს, რომ მე ახლა Euphoria-ს გადაღებები აქვს და ყოველდღე 16 საათი მუშაობა და რომ მივდივარო ტელეფონით არ მიმაქო, ანუ ხალხია ჩემზე რას ამბობდაო ამ რეკლამების გამო, ნორმალურად არც ვიციო, იმიტომ რომ 16 საათი. ჯერა. ანუ ვინ მიდის სადმე 16 საათი ტელეფონი რო არ ქონდეს? მე მინდა ძალიან. აი ძალიან მინდა. ანუ და ჯერ რო თავი შეგვაცოდა რომ 16 საათი მუშაობს. მე ჯერ მარტო მაქედან გავხიზიანდი. ანუ გოგჩა უნდა წავიდე სეტზე და პროსტა დასაძებელია. შენ მარტივი გონია მსახიობობა? კი, მარტივი მგონია. ანა, especially coming from you.
რომელსაც არ გამოსდის. Like let's not do that. მე მგონი რომ საკმაოდ რთული არის მსახიობობა და 16 საათი არ გონია გაბუქებულია, მაგრამ იცი რა არის უფრო რთული? ჩემი სამსახური რომ მივდივარ და ტვინს რომ იქნავენ. Let's not compare. Much worse, you guys. თელი სამყარო გაჰეითებს და ამასთან ვიღაცები არიან, ვისაც უყვარ ხარ. ყოველთვის. შენთანაც არიან. No, they're შენთანაც არიან. I'm here. Okay, thank you. იცი რა არის? მისმინა. არ გისმენ. არა, ანუ ჯერ ერთი ეს ჰეითი რაც შენკენ მოდის, როცა ხარ A-list celebrity. ანუ იმენა განზრახაკეთებ, იმიტომ რომ ისე შეგიძლია შეფუთო შენი თავი. რადგან აი personality-ზე დაფუძნებული არ არის მაგათი fame-ი ძირითად შემთხვევაში, აი branding-ი არის თავიდან ბოლომდე, რომ როგორ დაგბრენდავენ. მაგრამ მე რა მაინტერესებს, იცი, იმდენი პრობლემა გამოიერა ყველა მსახიობმა, იმდენი დაკენსელება გადაიარა და რაღაც. ორატორის წალა. მაგრამ ხო ხვდები რომ at some point არავინ არ არის ეგეთი დებილი, რომ ვერ მოგწონს რომ ეგ კონკრეტულად American Eagles commercial არ იქნებოდა ეგეთი ცუდი რა. ცუდი რა, ანუ tone deaf. ანუ უეჭველი ვიღაცა მიცოდა და უეჭველი წინასწარ წავიდა ამ რისკზე. ანუ შენ რასაც ამბობ გეთანხმები მაგაში. არა, მე მანდ მოყვები და მგონია რომ შეიძლება ცოდნა და კიდევაც რისკზე წავიდა. უბრალოდ ეხლა რაც გააკეთა ამ ინტერვიუში რა. ეგ was like doubling down. ხო და ზუსტად, ანუ მანდ ვეღარ ვამართლებ, თორე შეიძლება რაღაც ისეთში გაიჩნდა რომ ძალიან ცუდი გამოხმაურება მოყვა. შეიძლება იცოდე, მაგრამ მაინც გააკეთა. უბრალოდ მანდ სიდნის პერსონა ხო არის, ყო რაღაც character ქონდა და აქ არის Sydney Sweeney has great genes რო არის მთლიანი tagline of the entire campaign. ხომერა, განაცხადება. აქ იყო იმენა თავისი აზრები, თავისი თავის წარმოჩენა. მოკლედ ძალიან დიდი პლატფორმა მისცა GQ-მ, ძალიან თესლი პლატფორმა მისცა GQ-მ. ნუ გამოესწორებ. GQ-ს გარეშეც შეძლებდა რომ გამოესწორებინა, მაგრამ ხო, ანუ მე უბრალოდ მომეწონა თვითონ ეგ ისა ჟურნალისტი რა. ხო. კარგად განწყობილი იყო და რაღაც არ იყო ეგრე ხოჭერ დაგახტებიან თავზე რაღაც აზრში რო არის თანხმები და რაღაც. მაგრამ თვითონაც კარგად იმას ქნა გაუიასნა რომ well I feel like მაგრამ მიუშვა რომ ამას უფრო სირობები ელაპარაკა მაინც დედოფალი. ეგეც მნიშვნელოვანი არის მეგობრებო ჩემს ჟურნალიზმში. ვაუ. აუ Sydney Sweeney-ზე კიდე რამ ხრივ აღმოცენდა ჩემ TikTok-ზე რომ Britney Spears-ის რაღაც ვიდეო ამომიგდო, სადაც ამბობს რომ აი ხანდახან მოვიწყლებაო რომ საერთოდ celebrity ვარო, მაგრამ იმ დღესა Sydney Sweeney-ის ვიდეოში მხვდაო, სადაცო არა Sabrina Carpenteris. აი წამე არა უშავს რომ შეგაშალა, იმიტომ რომ ზუსტად მაგაზე მინდა და მესაუბრო რომელიღაც late night shows-ზე იყო Sydney Sweeney მიწვეული. Colbert and თუ ვიღაც who cares. და ხო იცი რომ მიდიხარ მან სტუდიაში და TikTok-ებს რო იღებენ წინასწარ რა, ანუ it's pretty normal at this point. და Sydney Sweeney-მ გადაიღო Sabrina Carpenteris სიმღერაზე საუნდი რა. რომელი არ მახსოვს ახალი ალბომიდან. მაგრამ მე მინდა რომ შევადაროთ ეს ორი პერსონაჟი ერთმანეთს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი აბრალებს ამერიკას in hypocrisy, იმიტომ რომ Sabrina Carpenteri გამოდის შოუებზე flaunting her sexuality, ეს ძუძუები, ეს სექსუალური პოზები და არავინ ღიზიანდება ამით რა, რომ ანუ she is putting herself first, ანუ даже იმ cover მის ალბომის cover-ზე ვილაპარაკეთ, სადაც კაცი რო თმაში წვდება და რაღაც და როგორი შეიძლება ის იყოს რა ქვია რა. კონოტაცია მოყავს ამ ყველაფერს და Sydney Sweeney, რომელიც არის მსახიობი, რომელიც ასევე takes like she's accountable for her sexuality and she embraces it. That is so deep, but I know the reason actually. Медиаба. იმიტომ რომ Sydney Sweeney არის ლამაზი. Sabrina Carpenteri არ არის ლამაზი. ხო, გეხვეწები თვითონ. გაჩერდი. You should stop. გეუნები, ანუ ეს არის სინამდვილე. არა, stop. აბა რა არის? მე მაინტერესებს დისკუსია მინდა არა ის რომ ის უშნოა და ეს არა. That's the reason, I swear to God. არა, შენ ემილი რატაკოვსკიც არის უშნო და შენი judgment-ი ლამაზი. არის კაცების 90%-ისთვის, აი straight კაცი გააჩერე კითხე. უსექსუალურესი ქალი, ძალიან სექსუალური. Sabrina Carpenteri არის საყვარელი რაღაც მულტიკის პერსონაჟს გავს, ანუ სექსუალურ ქალს ვერ ხედავ Sabrina-ს რა უყურებ. და ზუსტად მაქედან გამომდინარე არის ის რეაქცია, რომ ზუსტად ერთი და იგივე ქმედება შეიძლება აქ იყოს სრულიად. იცი რა არის საინტერესო, რომ ამბობენ რომ Sabrina Carpenteri ანუ sexuality არის female gaze, რომ ქალების ყურადღება მიიქციოსო და Sydney Sweeney-ს არის for male gaze, რომ კაცების ისე. იმიტომ რომ ხარო დააკვირდა Sydney Sweeney-ის კონცერტზე ვინ დადის კაცები, straight კაცები დადიან. ეს ისა Sabrina Carpenteri-ის კონცერტზე straight კაცები დადიან.
ხო, that's why it's a female. No, I don't think so. I think so. არ მგონია რომ საბრინა კარპენტერს პოპულარობა მიაღწია იმის გამო რომ კაცებს ევასება მაგას. არა, იმის გამო რომ კარგი სიმღერები აქვს, მხოლოდ მაგიტო. Really? Yeah. No, girl. She sold herself to the devil. No. And this is where you hear that. სხვათა შორის, მამი და მისი არის რომელიღაცა ეკლესიის წევრი რა, ისეთი მორმონებისნაირები რა, Scientology. არა, მორმონებისნაირი არის Scientology, вообще ცალკე სამყარო არის. ანუ ეგეთი რაღაც მიმდინარეობა. დიგულის ხმა. ჯერ ესეთი ბევრი. და ესეც არის, ოღონდ ესეთი ჩართული წევრი არა, ანუ მაგ ოჯახშია გაზრდელი, მამი და მისი არის ძალიან ცნობილი. No, I'm sure. Sabrina. Damn. ხალხო ძალიან მატრიგარებს ეკოლაფერი, იმიტომ რომ რაღაც დოკუმენტური ფილმი მაქვს ნანახი ამ Scientology-ზე და ძალიან ცუდი რაღაცები უდგას მაგ იმას. როგორც ყველა მასობრივ რელიგიას. მამი და მისი არის ცოტა ცნობილი ვიღაცა რა. I'm not sure. და იცი ვინ არის კიდე ცნობილი ადამიანი, ვინც არის Scientologist? ვიცი. აბა ვინ? ეხლა ვიგეთყვი. ხუთი წამი გაქვს ერთი? არა, ქვია, კრუზია გვარად. მაგაზე არ მომხალზე ვამბობ. აი ხალი არ ვიცი. აგა. მაგრამ ვიზე ვამბობდი მაგ? კი, ვიღაცაზე. არა, ძალიან ცნობილი სახეობია. ვიცი, არ მახსოვს არც მე რაღაც ხო, ეგ. ვიღაცა კრუზი. ხო, Ted Cruz არ ვიცი, რა. Ted Cruz. და Ted Cruz. Nobody fucking cares about Ted Cruz. I want it. მეგობრებო, იმედია Handmaid's Tale ნანახი გაქვთ, იმიტომ რომ საოცრება სერიალი არის, მთავარი leading personage. Elizabeth Moss, ვისაც თამაშობს, she is a fucking Scientologist. არის ძალიან მაღალ რანგებიანი Scientologist. ხადავ. და მან რანგებში ახვიდე. Tom Cruise. ხო. Ted Cruz მგონი პოლიტიკოსი არის ტეხასში. კი. მერტა Tom Cruise რო დაგავიწყლება. აი ჭადის სახელი რო დაგავიწყლება. Okay, not comparable. მაგას ამბობენ ხოლმე. და ერთადერთი ვარიანტი როგორც შეგიძლია ახვიდე მაღალ რანგებში მანდ სული უნდა გაყიდო? არა, მე ძალიან ბევრი ფული გადაიხადო. რაღაც ტრენინგებს ეძახიან, ანუ 80. ანუ ფული თუ არ გაქვს ვერ გახო. ხო, არა, და ანუ ამბობენ რომ იმის გამო რომ ზემოთადი ხარ, უფრო მეტი შესაძლებლობები გაქვს, რომ უფრო მეტი ფული გააკეთო. მან საიდან მივიდით რომ Britney Spears-ი ამბობდა რომ ხან მავიწყდება რომ celebrity ვიყავიო, წარმოიდგინე. ადამიანი რომელმაც თვითონ შექმნა fame-ი. კაი, Britney Spears-ის რა გიყურს მეცაგრე მემართება. Oh my god. That is crazy. შენგან, აი Britney Spears-ი კიდე კაი. ხალხო მე მინდა რომ Britney Spears ვინმე მუშაობს და გთხოვთ ვინმეს თუ ხელი მიგიწდება. ხანდახან გვაუწყდება რომ Britney Spears-ი მეგობრებო იყო პოპულარული არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ worldwide და ერთ-ერთი ინდიკატორი თუ როგორი ძლიერი influence ქონდა რომ იყო ძალიან პოპულარული იაპონიაში. და მარტივი ფაქტი რომ გითხრათ ხალხო იაპონიაში თუ ხარ უცხოელი და გახდეთ ცნობილი იაპონიაში, it's a big deal. ანუ მიხდე ან როგორ იმიტომ რომ მუსიკალურ ინდუსტრიას რაც შეეხება იაპონია არის სამყაროში მეორე ანუ მსოფლიოში მეორე მუსიკალური ინდუსტრიის სიდი თქვენ ვინმეს უსმენთ yes თქვენ ვინმეს უსმენთ ერთი არ გამიგია იაპონელი არტისტი რატო იმიტომ რომ ყველაზე განვითარებული domestic market აქვს ანუ შიგნით თვითონ რაც ხდება ისეთი ძლიერია და იმდენი ფული ხარჯება და ვაფშე გვაუწყდება როგორ მდიდრები არიან იაპონელები because they're so humble that's world tour აქვს არავინ გამიგია რომ იაპონიაში მიდიოდეს კი ტოკიოში ყველა მიდის okay I took it too far მაგრამ ისე რომ თქვა აი household name მე მგონია რომ არ მიდის თავ რესერჩო იმიტომ რომ Britney Spears და მახსოვს ერთ-ერთ musical video-ში ერთ-ერთი ვაფშე music video ქონდა anime ან plan დახატული იყო და რაღაც ანუ she's very big there as well და მაგიტომ მინდოდა მეთქვა რომ ანუ she was an icon or she is მე მგონია რომ Britney Spears-ის დონის პოპსტარები არსებობდნენ აი Lady Gaga რითია უფრო ნაკლები maybe არ ვიცი Rihanna რითია უფრო ნაკლები იმენა არა Britney Spears-ი რატომაც მგონია არა ეხლა უკან წაიღეს ბევრად უფრო mainstream ბევრად უფრო mainstream Rihanna-ზე mainstream არის Britney Spears-ი ain't no fucking way I think so Lady დედაჩემს რო გითხო Lady Gaga იცის ვინ არის და Britney Spears-ი არ მგონია იცოდეს მე გადავაბე არ ვიცი ეს მგონია ხო და ძალიან არასწორად გგონია დედაშენი თუ უყურებს იმედია რომ she will have a conversation with you იმიტომ რომ Britney Spears-ი უეჭველი იცის ვინ არის არა შენ ვინ გინდა რომ ყოფილიყავე Halloween-ზე Exactly. So იმიტომ რომ basic dance-ს მქონდა რაც სახშიც ვიპავა. That was the only reason. თორე არ ვიცი. მოდი ამ დებატებს არ მინდა რომ გავუყვეთ Britney Spears-ი mainstream არის. არა. ანუ просто გუშინ წინ ძალიან შემთხვევით დავინტერესდი რამდენი listeners ყავს Rihanna-ს და Taylor Swift-ს და ანუ განსხვავება იყო ზუსტად რიცხვებში არ მახსოვს, მაგრამ რაღაც 102 მილიონი ყოველთვიური მსმენელი Rihanna-ს და უფრო და 120 მილიონი Taylor Swift.
და გამოვშტარდი, იმიტომ რომ Taylor Swift works overtime. You guys დღეს და ღამეს ათენებს. Taylor Swift-ის ჯეტი. ხო და Rihanna-მ ბოლოს ალბომი როდის გამოუვა, ვინმეს თუ გახსოვთ? That's cool. She wants to be a mother. არა, პროსტა იცი რა არის? ძალიან evergreen სიმღერები აქვს, ხტები? აი, ყველა თაობაში ყოველთვის რო არის ძალიან კარგად მოსმენადი. როგორც ვაფხეს ყავსანი. აი, დღესაც რო ვუსმენ Rihanna-ს, რავი 2008 წლის ალბომს. ცრემლები გათქებათ. არა, აი, ძალიან სიამოვნებით ვუსმენ, ხტები? კი ხარია. Good job, girl. Rihanna ძალიან მიყვარს, უბრალოდ დღემდე რომ ამართლებ, რომ იმ გამოსირებულისგან რტყმას იდანდა. აი, მხოლოდ მაგას ვერ ვპატიებ. რა ერქვა იმ ბიჭს? ხო. რა ერქვა იმ ბიჭს? რანაირად ამომიწყდა, ძალიან ცნობილია. ეს ამიყავა მოვაჩამე. რა ერქვა იმ ბიჭს? Chris Brown ღმერთო ჩემო. ხო გიბრუნდებით, დავითის ყავა მოვიდა. დღევანდელი ჩვენი სპონსორია ვინ? მოდი პრესტამაის თქვათ. ბაზარი არა, დღეს გვასპონსორებს Food Goody. მადლობა Food Goods. მადლობა. დღელი თავსახურისთვის. Okay, Chris Brown-ი ხალხო, Chris fucking Brown-ი. და მე რამ გამომაშტა რა არ ვიცი, იმიტომ რომ განვიცდიდი იყო პერიოდი ამ ყველაფერს და დავითმა არც კი იცის რომ ეს ხდებოდა ამ საწყალი გოგოს თავს. Whatever. ის ნახე რომ People Magazine-მა გამოუვა ვინ არის ვითომ ყველაზე სექსუალური კაცი ვაფშე. Tell me. Who do you think it is? ამერიკაში? ხო, ანუ არა, სოფლიოში. ვიღაცა ნიში იაპონელი არტისტი არ არის ოღონდ. და სახიობია, შეგიმცირებ. შეამცირ. კერა ხო არ არის ეს ბერტველება. No. Wow. Yeah. I don't know. Benedict Cumberbatch? No. Why? Quite sexy. I think a lot of people would agree that he's the sexy. I know, sexuality ტიპი არის, მაგრამ ესეთი Jonathan Bailey. He is. But I sexiest, I'm not sure. Ego is ხო არის იმაში Bridgerton-ში რა არის? კიდე სად არის? სადღაც Have no idea. მარტო Bridgerton-ში. Wow, good for them. Good for him. Good for him. He's gay. I know. Thriving. პირველი gay არის, ვინც People Magazine-მა დაასახელა. I don't think so. You don't know so. That's the problem. No, I don't think so. იმიტომ რომ ყველა gay რატომღაც არის ძალიან სიმპათიური კაცი. The fuck. ანუ ჩემი ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო Wentworth Miller-ი ქვია, მე მგონი. ვიცი ვიზე ამბობ. ხო, იცი, გაქცევაში რა იყო. ანუ ისე მომწონდა და აი მაკედამ გიჟდები ეგრეთ ღიაფერებში რო არიან ბიჭები. მე მგონი მაკედამ დამეწყო. შენ მახსოვს ყველა მაგაზე everybody was complaining. იცი რა მომწონდა ყველაზე მეტად აი ძალიან ღრმა თვალები აქვს რა, არ ვიცი როგორ თქვა, აი რაღაცა აი რო ფიქრობს ადამიანს. სხვადასხვა თვალები არის საფუძვლად ჩემთვის მიმზიდველი point. ჩემთვის ძალიან. აი რო აი ცისფერი თვალები აქვს, ან შავი თვალები აქვს, რაღაცა ფერი არა, აი ხო ხტები. ჯერ ხო ძალიან ლამაზი ცისფერი თვალები აქვს, მაგრამ აი რაღაც ღრმა თვალები აქვს, I don't know how to explain. ხტები? აი მე შემოხედა როგორი ღრმა მაქვს დაახლოებით. შენ პირიქით ამ აი ისეთი გაქვს აი Really? Forceful. და ამოგოძრა ეგ თვალის გაკა. Deep პირდაპირ მნიშვნელობით ამბობ თუ არა, ჩაღრმავებულ თვალებს კი არა ამბობ, აი პროსტა ღრმა არის, ხტები? აი იცი რომ განიცდის ემპათია. ამას 14 წელს ანამეუბნება ახლა? კი, თან მე ცოტა გვიანაც ვუყურე, ანუ ბავშვობაში ხო ყველა ვუყურებდით რუსთავიერზე რომ გადიოდათ რომელ არხზე არ ვიცი გაქცევას, ანუ მთელი საქართველო. Prison Break. ხო, მე მქონდა თავიდან აღმოჩენა და გიждდებოდი ისე მომწონა Sara და Michael-ის წყვილი. ეხლა ჩემთან YouTube-ის search-ში რო ჩაწერა, ჩაოლებოთ იქნება Sara and Michael kissing scene or something. Oh. I was obsessed. მარტო ეგ იყო შენ თუ კიდე ყავდა ეგეთი კრაშები? არა, ყოველ სერიალში, რა სერიალებიც მიყვარს, ყველგან მყავს კრაში. აი, წყვილი საყვარელი ხო? მე ყოველთვის მაინტერესებდა, იმიტომ რომ edit-ებს ვინც აკეთებს რა, იმ edit-ებს რასაც ანა უყურებს რა, მეთქი აი ძალიან strong community აქვს მეთქი რა, ვიცნობდი სასტავს და შეთი ფილიში ვინც მაგ ყველაფერს აკეთებდა, აი ამ სერიალების რა, გინდ Vampire Diaries or stuff like that, right? რაც აქტუალური იყო მაშინ პატარებელია. ეს რა მხოლოდ dedication არის. ჯერ ერთი ურთულესი ხო არის მართლა ჯერ ხომ მოძებნოდა ყველაფერი. ჩვენი ანუ პოდკასტისთვის როგორ რთული არის რომ რაღაც გახსოვდეს სასად არის მე წარმოიდგინე
აი სეზონები რო რაღაც სერიალსა, აი მან დრო უნდა იპოვა. მე ყოველთვის მაინტერესებდა და მე რატომაც არასდროს არ მიზიდავდა კედითების ყურება იმ პანჩი. მე ძალიან. ანუ იმ პანჩი რომ ეს რომ ცხოვრების ტრაექტორია შეიცვალა ტიმოთი შალამეს იმედით. ხო იცი რომ ეს ტიმოთი შალამე შენი არა, კატეგორია ვაფშე არ მიყვარს, მაგრამ აი გარი ყველაზე აიკონიკ ედიტი, ედიტების ახალი ტალღა დაიწყო იმის მერე და გამოგიგზავნიდა ჩასვლა. და ამით დაიწყო შენ ყოველ ედიტები? აქედან დაიწყო TikTok-ზე ედიტების ძალიან დიდი ტალღა. არა, მე იქამდე YouTube-ამდე. მე და ედიტებს არ უყურებდი. YouTube-ზე ედიტებს არ უყურებდი. იქ არის კლიპები რა ამოჭრილი. მე ვიცოდი კლიპები რომლებიც არის კონკრეტულად აი ამ წყვილებზე. ხო, ეგეც არის და მუსიკა რო ადევსდეთ, ხო? კი, ეგეც არის. და ყოველთვის მაინტერესებდა ვინ იყო ამ ყველაფრის target audience და აი გამიჩინე მეგობარი რომელიც ყოფილს რომ გიჟდებოდი ჩაოლები თხემდე. ანუ მართლა რაღაც ფილმი რომ მომეწონება ვუყურებ ჩაოლებრივად ედიტებს. და რომკომები ხო გიყვარს ძალიან კარგი რეკომენდაცია მაქვს ახალი TV show-ში რომელიც ვაფშე არ არის მეგობრებო რომკომი. შენ წინა პოდკასტში მოგოცი რეკომენდაცია რა All's Fair უყურეთო ყაბელამ დააჯავებ ამას ცუდი სერიალი არ არსებობს და ეს გვეუბნება რომ მინდით ხალხო უყურეთო არა ჯერ ისეთი გაიმართლე თავი გაძლევ საშუალებას არაფერს არ ვიმართლებ თავს წინაზე იქვე ვთქვი რომ ძალიან ცუდი გამოხმაურება მოყვა მეთქი მაგრამ არ ვთვლი რომ ეგეთი ცუდი არის იმიტომ რომ people love to hate on women თან ისიც მინდა გაითვალისწინოთ რომ კი მოყვა ცუდი გამოხმაურება მაგრამ Hulu-მ გამოუშვა ციფრები რომ it was one of the most successful debuts for a TV show in this year I think. და მაგაზე დაწერა Kim Kardashian-მა რომ ძალიან მიხარია რომ I play like a very well dressed lawyer და შემგონი ვიღაცამ დააგზა და მე გამომრჩა ეგ რომ უჩანს thongs ნახე უჩანს და სპეციალურად იყო არ ვიცი კაროჩე რა შნელობა ძალიან ქვენ მაგრამ კიმი რო ბარის ეგზამზე ჩაიჭრა მაგაზე მინდა და დაგარყიბოდა მაგაზე მინდა და მელაპარაკე რამდენი წელია რომ ბარს გადის okay it's not that long 6 წელია 6 წელია რაც დაიწყო თავისი law journey okay it's not that much ხო მე 6 წელი ვისწავლე და კიმ ჩაიჭრა და 6 წელი მაგისტრატურიანად bitch და არა ხალხმა რა გაიგოს თავი შენ კი გაგებინე და კი მათქვა 6 წლის წინ რა ისაო 10 წელშია მე უნდა დავანებო თავიო ვაფშე ამ reality TV-ს და ზოგადად სტარობას და მთლიანად ლოში უნდა გადავიდეს კარიერა უნდა შეიცვალოს რა და 4 წელი აქვს დარჩენილი we will see you guys მაგრამ ის ფაქტი რომ აი მოინდომა რაღაც დრო გამოყო წარმოგიდგენიათ Kim K's casual როგორი booked and busy არის ეგ მართლა უნდა ვაღიაროთ რომ აი ძალიან ჩემი აზრით მაგაზე მაგარი გოგო იმენ არავინ არ არის prove me wrong I don't care ძალიან აღფრთოვანებული ვარ შრომის მოყარეობით როგორი dedicated არის ის მარტო რომ რაღაც ვოგის ვიდეოს უყურე მეტგალადან რომ რაღაცაზე გარბის მერე რა რაღაც ორი ივენთი ძალიან ახლოს იყო და ჯერ მარტო აი მაგის მოზომოებზე რომ მიდიხარ და უშუალოდ ივენთზე რომ მიდიხარ ძალიან დიდი social battery გჭირდება და არ ვიცი მე იმენა ვარ მიუხედავად იმისა რომ მიყვარს ეგეთი რაღაცები ეგ არის სხვა level-ზე კი ბაზარი არა ეგეთი ძალიან ცოტა იბადება ჩემი აზრით აი 7 მილიარდიდან 10 კაცი იქნება ვინც ერთი არა უყვარს to be famous და მეორე არის რომ მუშაობს იმისთვის რომ იყოს ცნობადი და ცნობილი რა მაგრამ მე მაინტერესებს უბრალოდ არაფერი არ გამეგება bar exam-ზე და მართლა ეგეთი რთულია რომ ჩააბარო არ ვიცი ამერიკაში რთულია თუ არა ჩვენთან არ არის რთული იმიტომ რომ ვიცი რა სხვა Real Housewives of Orange County-ს უყურებდი და მან დიყო რომ ერთი ტიპი 2 წელი ვერაბარებდა and he was like 35 იყო თუ რაღაც რა არ მგონია რომ ეგეთი რთული იყოს ზოგადად შენთვის ბატო შენ თავს მოადარებ მასას რა okay I know მაგრამ არ მგონია რომ ეგეთი რთული იყოს მაინც რა ხო მაგრამ ის განსხვავება არის რომ ამერიკაში არის პრეცედენტული სამართალი ანუ აი ჩვენთან რო გვაქვს კოდექსები წარმოიდგინე იქ არის აი კონკრეტული кейსები და უფრო ვადაქარია versus რა და ის ყველაფერი უნდა გახსოვდეს და ის ქმნის პრეცედენტს და იმაზე არის დამყარებული მე law practice ანუ ყველაფერი რასაც ანუ ისეთი რომ რაღაც წიგნი იყოს რომ ხო ეგეთი არ არის აი ჩვენთან რო კოდექსის ამუხლით იქ არის პრეცედენტული მაგრამ თან უფრო დიდ გასახანს აძლევს რომ შეიძლება იმ პრეცედენტს დაეყრდნოს მოსამართლე ან ამ პრეცედენტს for lawyers ხო იმიტომ რომ ეგ ყველაფერი ალბათ წელს ამერიკაში რო იყო ყველა პანჩი იქნებოდი lawyer просто საქართველოში იყო ძალიან ცუდი არჩევანი ჩემი მხრიდან საქართველოში მგონია რომ ახლა არც დავფიქრებულ ვარ მაგაზე უფრო მარტივად იჭრება ანუ მარტივად
მაგრამ ანუ ლოგიკურად უფრო მარტივად იჭრება რაღაც საკითხები, რომ ანუ აი იტყვი რომ აჰა გერმანიაში ეგრეა, ანუ მოსადავებელი ბევრი არ არის რა. ხო. ხო. და ინტერპრეტირებადი ასე. ხო, ინტერპრეტირება იქ უფრო ხდება ყველაფერს. და მაგიტო ეგ ყველაფერი იწოლება, უფრო მეტი ხალფასი აქვს, უფრო მეტი დაფასება. და იქ არის არგუმენტაციას უფრო აქვს ძალა და მაგიტო ღირს უფრო ძვირი იქაური ადვოკატი, რომ აი როგორ დაანახებ მოსამართლეს, რომელზე დაამყარებ და აქ რაც წერია შავით თეთრზე, ნუ მაგას მიყვები გინდა არ გინდა, მაგრამ ნუ მაგას რო თავიდან ანება ყველგან რთულია იურისტობა კარგი რა იყო, უბრალოდ ჩვენთან არ არის შემოსავლიანი და იქ არის ხალხო, ანუ იმდენ ფულს აკეთებენ რომ მე რატომ ეგონა სიუცს რო უყურებდი რომ მაგ რეალობაში გავიღვიძებდი ჩემი law degree-თ არ ვიცი, მაგრამ ვინც ახლა აბარებ stop it, don't do that. ან საერთაშორისო. იუ, ეგ არის even worse. საერთაშორისო law. საერთაშორისო ურთიერთობები. ხო, მაგრამ ეგეც ერთი, ანუ რასიზმ საწახვალ. ანუ ამერიკაში შენი international law degree თესოუდან არავის არ უნდა. ხდები? ჩაბარეთ ჰარვარდში, მაშინ ყველა მეგობრებო. Like it's hard. აბა უნდა ვილაპარაკო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი გავიგე, ვინც ჩააბარა საქართველოში, საქართველოდან ამერიკაში და ანუ ვიზებზე მოდით, ყველას rejection. Anyway, ერთი წამი. კიდე ანუ მე ვაპირებ შესვლას, რომ ისე გამიშვან და ისე უშვებენ. Okay. ტურისტულად ფორმატული არის ამგონი. მე ახლა ხანს რო გავიცანით ეს უკრაინელი გოგო, ისიც გველაპარაკებოდა, რომ უკრაინელებსაც უარს ეუნებიან. იმიტომ რომ PhD თუ თავის მეგობარზე ამბობდა არ მახსოვს. ხალხო, მე და დავითმა როგორც იქნა, გავიცანით ადამიანი, ვინც სწავლობდა gender studies. ანუ ყველაზე დიდი შუტკა ხო არის gender studies სწავლა, რომ ამერიკაში ყველაზე random ფაკულტეტები რო არის, სულ მეცინებოდა და პირველად ადამიანი შეგხვდა, რაზეც სწავლობდით ხოლმე gender studies-ა და მე და ეს იმენა ვიცინით და ვეუბნებით ძალიან. არა, ვეუბნებით რომ ძალიან მაგარია, მაგრამ მე პირადად იმიტომ ვეუბნები, რომ აი gender studies-ზე რო აქ ნასწავლი, რომ იმიტომ კი არა რომ აღრთოვანდი რო იგი სწავლა. მაგრამ გოგო მისე მიიღო რომ აღრთოვანდი ეგონა რა, მაგრამ სხვები მართლა აღრთოვანდნენ, ანუ ეს შუტკა არავის არ ესმის. თუ რას ნიშნავს სწავლობდი gender studies? სოციოლოგიც არის. ანუ მე მგონი არის სოციოლოგი რო ხარ ძალიან მაგარი ბენეფიტი არის რომ networking-ის დროს შეგიძლია ისაუბრო n რაოდენობით და იყოს საინტერესო. მე მგონი პიროვნებაზეა დამოკიდებული სოციოლოგი ხარ თუ მარკეტერი დიდად მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ ალბათ სოციოლოგის განათლება გაძლევს გასახანს უფრო. ბევრად უფრო დიდ გასახანს გაძლევს მგონია. Okay, ერთ-ერთი ბენეფიტი ეგ მოუძებნე. ხო და ეს მოკლედ Kim K-ს ვგზავნით დადებით სორულებ. და Kim K გვგზავნით ჩვენ pools. და მოკლედ მე ისიც დავიწყა ამაზე საუბარი, რადგან გიყვარს რომ კომები თქო და უცებ სხვა რაღაცაზე რა გავდა. ძალიან კარგი ახალი სერიალი გამოვიდა მეგობრებო. რომელიც არ არის რომ კომი, ხო? არ არის, ვაფშე არ არის რომ კომი. მიუხედავად იმისა, რომ ტრაგედიულად კი იწყება, სიყვარულის დაკარგვით კი იწყება. რამაც შეიძლება. დაკარგვა არ მე პოვნა მომწონს. ბაცო. მე დავაბალანსად. თურქულ სერიალს უყურებსაც პოვნა მიდის უკვე 6 წელია. და ცოტა სხვა რამეზე გადავერთოთ. pluribus არ ვიცი როგორ ითქმის, მოკლედ ძალიან საინტერესო Apple TV-ს. Apple TV-ზე უკვე ვიცი რომ გაიქნა. ხო, ანუ ბიუჯეტი აქვს კოლოსალური, იმიტომ რომ გადაღებული არის ყველაფერი ისე კარგად და მარტივად აგიხსნით ფლოტს მეგობრებო, იმიტომ რომ გონი ყველგან დალიქთა. თორგენად გადახვიეთ. მოკლედ არის საუბარი ქალზე, რომელიც არის რომკომების მწერალი. ანუ როგორი რომკომების, იცი, აი fantasy რომკომების, რა, ხო იცი, medieval თემები და აი დიასახელსებს რო ევასებათ ეგეთი ციგნების კითხვა რა, აი prince-ზე და იმაზე. But in a sexual way. და მოკლედ, ანუ თვითონ ლაპარაკობს თუ როგორ desperate are to have a meaningful art და რო არ მოწონს რომ იდიოტობებს წერს და რაღაცები, მაგრამ ამავდროულად ფონზე მიმდინარეობს სხვა რაღაცა სამყაროში თვარიდან აისხლიტა რაღაც კოდი და ამ კოდით შექმნეს რაღაც ვირუსი რომელიც მარი გადამდები ძალიან მარტივად ან კოცნით ან შეხებით ან ალოკვით რაღაცა ნუ ესე რა ნეწყვით გადამდები არის და იწვევს ადამიანებს დაზომბირებას რის შედეგადაც ეს მთლიანი მასა ხდება ერთი კონკრეტული ადამიანი ანუ ერთი კონკრეტული ადამიანი კი არა ანუ collective mind როგორ ახსნა არ ვიცი რა ხო ხვდები რას ვამბობ როგორც აი ვთქვათ სპორები ან ის რა ქვია mushrooms როგორც აქვთ ხო როგორც ერთად they act as a one ეგეთი თემა ხდება მანდაც რა და აღმოჩნდება რომ მხოლოდ 12 ადამიანი არის ვინც თავისი ნაირია ვინც არ მოქმედებს ეს ვირუსი
და თუ ცუდ რაღაცას ეუბნები ამ ვირუსს, ანუ ადამიანს ვისაც აქვს ეს ვირუსი, მთლიანად ყველა ადამიანი მსოფლიოში ვისაც აქვს, და ეგ არის ყველა ადამიანი. ხდება, ანუ იჭდება რა და ერთხელ ამ გოგომ გახადა არსება ცუდად და 11 მილიონი ადამიანი მოკვდა. ანუ მოკლედ კონცეფცია ძალიან კონცეფცია არის ძალიან საინტერესო. ძალიან საინტერესო. ვერ ვიტანე ეგეთ ფანტაზია. ჩამithრია სიგიჟემდე, აი Black Mirror-ას კარი და მე Black Mirror-ზე ვსუნთქავ ჩვეულებრივად, ისე მიყვარდა და ამიტომ ყველას გირჩევთ რა უყუროთ და შენს გირჩევ რა უყურო. No, I'm not going to do that. Oh my god. ანა იყო ბეგონიაზე და სიგიჟემდე მაინტერესებს როგორ მოგეწანა. ბეგონიაზე ვიყავი, დღემდე არ ვიცი რას ნიშნავს და რა არის. მე წავიკითხე და search it for yourself. ვერ წავხსნი, ვერ მოხდა რა იყო. მოკლედ Emma Stone-ის ფილმია, დავითი რა წინა პოდკასტში საუბრობდა. ძალიან მომეწონა. მართლა ძალიან კაი ფილმია. პრესტა დასასრული აქვს. ძალიან რენდომი. ხო, მაგას არ ველაპარაკეთ წინაზე, რომ დასასრულის გამო არ მოგეწონა მეთქი რა. მაგრამ კაი, ბოლო 1 წუთს თუ ამოაკლებ, მართლა ძალიან კაი. მაგით დავწერა 4-ის და. და ის ბიჭი ვინ არის ქერა? ძალიან კარგად თამაშობდა. We're Millers-ში თამაშობს. არ მაგ. უეჭველი სექტიპი, საკმაოდ ცნობილი ტიპია. ჩვენ ვართ მილერები, ოღონდ Jennifer Aniston-ი რო არის? მან თამაშა. ბიჭი რო არის? Jesse Plemons-ია? Kinds of Kindness-ში თამაშობს, ესეც ჩვენ ვართ მილერები საწერია. Breaking Bad-ში თამაშობდა. ჩვენ ვართ მილერები საწერია. Black Mirror-ში თამაშობდა. მოკლედ აი ეს ბიჭი, Jesse Plemons-ი, პირველად ხედავ. აუ ძალიან გავს იმ ისე კარგად თამაშობდა ხალხო. ძალიან არა. აი რამე ოსკარი მიეცით მართლა? რამე. მეორე ხარისხოვანი როლი არის, acting leading. მგონი supporting არის უფრო. ხა. აი გამოვშტერდი. და აღიარეს სასაცილო იყო. ძალიან სასაცილო იყო. ეს იყო შავი იუმორი, მენა. უბრალოდ ვიღაცამ ისა რენდომ მონაკოცე გაიცინა რა, აი სრულ სისულელეზე. აი კალკულატორში რო კრებდა. შეიძლება ბუბის, მაგასაც ვფიქრობდი რომ მეთქი ბუბის ხო არ დაწერა, მეთქი ადრე არის, ცე რომ შეგეძლო დაგეწერა 800 რაღაც ეგრე. მართლა. მაგრამ აი გარშემო შემემჩნევე მე. ხა. ძალიან სასაცილო იყო, ყველას გირჩევთ რომ წახვიდეთ და უყუროთ, მართლა ძალიან მომეწონა. ზოგადად Emma Stone-ი ძალიან მიყვარს La La Land-ის გამო ჯერ კიდე. მაგრამ აი La La Land-ში რომ მსახიობი არის და აქ რომ მსახიობი არის, ვაფშე სხვა სამყარო არ არის. ძალიან. უბრალოდ არ ვიცი რა ვთქვა, ან მინდა რომ მოუყვერა ხდებოდა, მაგრამ თან არ მინდა რომ თქვენ გაგიფუჭოთ, იმიტომ რომ მართლა ძალიან კაი სანახავია და რო გითხრათ გააფუჭებს რა ამ experience, იმიტომ რომ ეს ხო რომკომი არ არის, ანუ უეჭოლოდ ხო არ იცით რომ ბოლოს happy end-ით სრულდება, ამიტომ ყველას უბრალოდ გირჩევთ რომ წახვიდეთ. ჩემი აზრით რამეს მოიგებს ეს ფილმი. მე პროსტა იმით ვარ გაკურვებული რომ ჩვენთან თეატრში საერთოდ შემოიტანეს ეგ ფილმი. მართლა? ხო, იმიტომ რომ იორგოს ლანთიმოსი მგონია რომ უფრო ნიშ თემებსაც აწვება რა. Emma Stone-ი რო ყავს ნიშ ვეღარ ხარ. Maybe, მაგრამ სხვათა შორის როგორც ვიცი, ჯერ ფული ვერ ამოი. საყვარელი იყო. ამ ბიჭის ბიძაშვილი. იმენა ვიცოდი რომ ეს დავბლიპავ. საყვარლესი იყო. კი. Loved him. ყველა თამაშობდა იდეალურად. ძალიან კაი ფილმი იყო. იმენა ვაუ, კაი ხარ რომ მერჩია. ძალიან მომეწონა. Good job, babes. სიკასრად შეეხება მეგობრებო. როზალია გამოუშვა ახალი ალბომი და ყველა ამაზე ლაპარაკობს. მე ცოტა გვიან შევერთი ამ ტრენდს, მიუხედავად იმისა, რომ როზალია სიგიჟემდე მიყვარს და მიყვარს. შენ იმ დღეს გაიგე რა იყო? თუ იცოდი? არა, ვიცოდი, უბრალოდ არ მომისმენია. ანუ მე როზალია მიყვარს, იმიტომ რომ არის რაღაც ისეთი ესპანური სიმღერები, წავიდა და ეს ხოდი მომწონს. როზალია ვასება ანას მოტომამის ერასში, რომ ანუ აი party girl. ეს ერა რო შეიცვალა, არ ვიცოდი და იმ დღეს საუბრობდით ამ როზალიაზე და ერთი გვეუბნება სერგო თუ გიყურებს ნახოთ King რა ის როსალიას ალბომზე ვიტირეო და მეთქი ანუ ესპანური რაღაც რეგეტონებზე რა გატირებს გთხოვ და თურმე ვაფშე სხვაგან წასულა ჩვენი გოგჩა მაგრამ მე იმას გიხსნიდი მაშინ რომ მოტომამიმდეც ვაფშე სხვა იყო მიხვდე ხო მე არ ვიცი აი ყველა ირა გამოტოვებული მე მიყვარს მოტომამიმდე ელმა კერერერი ქვემ გონი მაგ ალბომს აი მაკედან მიყვარს იგი შემდა მანამდეც ქონდა ერთი რაღაც მაგრამ მან დარუსმენდე და ახლა looks queer რაც ლათინურად lights ნიშნავს ახალი ალბომი მეგობრებო სიმართლე რა გითხრა დიად არ გავგირდე მე მოусმინე და იმენა ვერ მოусმინე აი თავს დავაძალა მინდოდა რომ მეტირა იმიტომ რომ I want to be one of them no აი მაგალითად ბერგაინი რომელიც არის ყველაზე პოპულარული სიმღერა მაგ ალბომიდან რაღაც მელოდია მეცნო საიდანღაც არის აღებული აი let's not do that ცენ ალბომში და ხაჯა
Clean ალბომში მხოლოდ ორკესტრაზე დახარჯა 5 მილიონი euро, როგორც He has გავიგეთ. money for that. That's okay. Yes. მაგრამ აი რაზე ვლაპარაკობთ, იცი მე და ჩემი მეგობარი, რომ აი ეგ სიმღერა და ვაფშე ეგ ალბომი ისეთი unique არის და ისეთი გრანდიოზული არის, რომ აი Spotify-ზე არ უნდა უსმენდე რა, კაროჩე მაგას. მგონია რომ აი კონცერტზე რომ მიდიხარ და აი live-ში ორკესტრასთან ერთად რომ მოისმენო, მაგ ყველაფერს თავისი შარმი ექნება. მილიონი აღარ ექნება, რომ ორკესტრისთვის გადაიხადოს, ხვდები? სად ჩამორჩით თქვენ? რა? ანუ თუ არ გამოუხო Spotify-ზე და არა, გასაგებია, მაგრამ მე სხვა რაღაცას ვამბობ, ვიღაც მაინც ხომ მოусმენს, როგორც თქვა Die Hard fans, მაგრამ მე ვამბობ, რომ ანუ ისეთი ხელოვნება აქვს შექმნილი, რომელიც ანუ streaming friendly არ არის რა, ასე რომ ვთქვა. და თვითონაც ამბობდა, რომ she doesn't want to be like mainstream pop culture or maybe she wants too to late for that. Თამამ სოფლიო მიცის როსალია ვინ არის? არა, მაგრამ ანუ ეგ არ ნიშნავს, რომ უნდა მოერგოს მე მაგ სტანდარტებს რა. I know. Pop culture. არ ვიცი, მე არ მომეწონა დიდადეს ალბომი. მე მომეწონა სიგიჟემდე ერთი სიმღერა, რელიკვია მგონი. სიგიჟემდე მომეწონა. მართლა ანუ დავამატე. ეს თავროდოთ არ მომისმენია. ძალიან კარგი. ხო იცი, რომ გაგიმართლოს და სწორ დააჭერო. ეგრე. თვითონ თლიან ალბომში იმღერა 13 ენაზე თუ 11 ენაზე თუ არ შორის უკრაინული და არა ქართული. არა ქართული და what the fuck? მე არა სომხური. არა სომხურიც what the fuck? ჯერ მგონია რომ როზალიას ძალიან კარგად გამოვიდო და ქართულად სომხურა წარმომიდგენია რა მღერის. ესე სომხურად რო ემღერა და ქართულად არის წარმომიდგენი რა მხოლოდ დრამა იქნებოდა. ცოის, მაგრამ არა, სომხებს ისედაც დიდი პრიორიტეტები აქვს, იმიტომ რომ ბევრნი არიან ჩვენგან. ევროპაში ბევრად უფრო ბევრნი არიან იმედროშ. ამერიკაში? ვაფშე. ანუ დიასპორა ყავთ ძალიან კარგი. ჩვენ ხალხო არა ვინა. ონდრის გამო არ დაგვაუწყოს. ბავშვები გააჩინოთ, ან რაღაც გამბრავლდეთ რაღაცნაირად. დაიწყე შენით. No, I'm not going to do that. ჩემი და ანუ მართლა მაწუხებს მოლეკულურ დონეზე, რომ ჩემდა ქალებს შულები ყავს, ვერ ვეგუები ხალხო. რატო? არ ვიცი, ეგოიზმი მჭირს. გთხოვთ რომ შურს ისა არა, ანუ პროსტა ვერ ვეგუები იმ ფაქტს, რომ იმათთვის არსებობს ვიღაც ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი. შენზე მნიშვნელოვანი. მაგასომ ამას ფიქრობ ხან. შურს არო ბრაზდები. იცოდი რა OnlyFans-ი არის ყველაზე შემოსავლიანი ბიზნესი ამერიკაში. Did you know that? Probably you did. შემოსავალი? არ ვიცი revenue რამდენი არის და ასე შემდეგ, მაგრამ ალბათ ძალიან basic ინფორმაცია არის, რომ ამას არა, მე გეუბნები, რომ Amazon-ზე და ყველაზე უფრო დიდ შემოსავალს ნახულობს. ეს რომელმა გამომცემლობამ და TikTok-ის გამომცემლობა არის ერთ-ერთი და ჩაგიგდებ და მოусმინე, okay? მაგრამ არაერთი TikTok-ი შემხვდა ამ თემაზე. მაგრამ ყველაზე fun fact არის ის, რომ 2016 წლიდან არის მე მგონი და 26 ბილიონი, ან მილიარდი აქვთ გადახდილი თავიანთი კრეატორებისთვის. Can you believe that? თვითონ რამდენი დაიტოვეს? ბაზარი არ არის და ანუ ქართველები ვინმე იყენებს OnlyFans, ანუ შეგიძლია რა შეხვიდე საქართველოდან, ვიცი რომ კრეატორი ვერ იქნება. არა, კრეატორი ვერ იქნება, მაგრამ შესვლა შეგიძლია. ანუ ჩვენ კონტრიბუცია გვაქვს მაგ 26 ბილიონში. კი. კი? კი. ხო და ვაუ. ერთი გოგო არის, TikTok-ზე მხდება ხოლმე, თავისი butler რო ყავს, იცი? კი. და ეგ ყოფილა OnlyFans-ზე. ხო და ეგ butler მგონი paid actor არის. ხო, ясно. არა, მე მგონი ნამდვილი butler არის, მაგრამ გახადა actor or something like that. მაგრამ მე ძალიან მომწონს ეს გოგო არის უკრაინელი და OnlyFans სად როგორც ვლინდება. ისე მე როგორც ვიცი. ის ფაქტი რომ ის მოიფიქრა რომ butler ყოლა და იმიტომ რომ თავისი ბრენდია ჩაოლებრივად. კი. ძალიან ჭკვიანია. მაგრამ butler-თან აქ რამე თუ პროსტა. ბებერი კაცია, მოხუცი კაცია. რა უნდა კონდეს, ვერ გავიგე. არ ვიცი, some people are into that. Oh my god, ew, არა. მე მგონი TikTok ვიდეოებს იღებენ. Okay, არა, no OnlyFans starts რა ეს თავისი ის მოყვება. Yeah, I don't know. I don't think so. Well, გადაიხადე რომ გენახა მისი კონტენტი. Field research გაკეთე, მაშინ რას მელაპარაკები აქ. არა, უბრალოდ გეუბნებით რომ მომწონს ეგ გოგო რა უქნა და მისი კონტენტი OnlyFans-ზე. არა, მისი კონტენტი TikTok-ზე. და კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ მე ხალხს არ ვჯაჯავ იმის მიხედვით თუ რას აკეთებენ for a living. Period, and you should never do that. I should never do that. და ანუ იცი რომ ძალიან ბევრი უკრაინელი არის OnlyFans-ზე, like ხო, იმიტომ რომ აქვთ მონეტამები. მგონი დომინანტობენ მანდ. მართლა ხო? კი. ნუ არიან ლამაზები, what can I say? რუსები? რუსები შეიძლება სანქციის ქვეშ არის და რაღაც. აუ, რასაც დაობა იქნება. მე მგონი რუსებში ესკორტობა უფრო მეტი არა? ანუ მთელი დუბაი ეგენი არიან, I think so. კი, მაგრამ OnlyFans-ი ბევრად უფრო მარტივი არის, ვიდრე ესკორტობა. ბევრად ჭაპია, იმიტომ რომ
მხოლოდ რაღაც ვიდეოს არ წარ, ანუ ფიზიკური შემხებლობა არავისთან არ გაქვს. როგორ არა? არა. როგორ არა? No. ანუ სხვებთანაც გაქვს, ანუ ეს ახლა კოლაბორაციას თუ აკეთებდა რაღაც. სკავს კი, მაგრამ ანუ იმას ვამბობ, რომ ესკორტისგან განსხვავებით ეს არის დისტანციური სამსახური. Love that. მე ძალიან მომწონს. ბევრად უფრო მეტი ფულს აკეთებენ ხალხო, აი რა ვიცი, თაობა არის ამერიკაში, ანუ ჩვენ თაობაზე მაქვს საუბარი, რომელიც გამდიდრდა მხოლოდ OnlyFans-ის გამო. ვიღაცა ლაპარაკობდა, რომ ანუ ხო არის ასაკობრივი პირამიდა რო ავაწყო და wealth accumulation რო არის ზემოთ რა, ვინც არის 80-ის და 60-ის ან რაღაც ეგრე და ასე ჩამოაქვთ ქვემოთ თანხებია რა. თავიანთი ზურგით. OnlyFans-ით ესე ნაწილდება wealth again. No OnlyFans არის სოციალიზმის ყველაზე ჭეშმარიტი ნაირსახეობა. Love that. ხალხო. 26 მილიარდი. წარმოგიდგენიათ რამდენია? It's a lot. მაგრამ მე მგონია რომ ზოგიერთი იგონებს რამდენ ფულს აკეთებს OnlyFans. რატო why would you do that? ვიღაც ერთი გოგო იყო არ მახსოვს ძალიან basic ანუ nothing special რა ანუ просто ჩოლები girl next door და ამბობდა რომ დღეში ვაკეთებ $10,000 თუ $20,000 რა დღეში იქნებ რა ხარისხის content steps? არა kudos to her მაგას ვამბობ. ანუ გარეგნობის გამო გაჭაჭა ეხა გოგო? არა უბრალოდ გეუბნები Tell me. რომ მე მგონი რომ გაბუქებული არის ეგ ციფრებით ხო? არის ჩემი აზრით არ არის. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი თუ იხდის ფულს, ნუ ქართველები როგორც გავარკვევთ არა იმდენად, მაგრამ ამერიკაში წარმოიდგინა $5 ღირს მე მგონი თითო ფოტოს ნახვა, მან როგორ იხდი თვეში იხდი ფულს. არა, subscription მოდელი არის, როგორც აი Patreon. Damn. მე რო ვიხდი $5 რო უსმინო რაღაც podcast Patreon-ზე, ვიღაც იხდის $5 რო ტერფები დაინახოს ვიღაცის, Wow. Yeah. მაგრამ მანდრაში არის. Inspiring. და კიდე შეგიძლია მიწერო, კაროჩე, ამ მოდელს რა, ან ვინც. და მაგაში კიდე ფულს იხდი. მაგაში ფულს იხდი რა. და იცი რომ უმეტეს შემთხვევაში ჩატის უკან ეგ მოდელი არის არ არის, და არის მენეჯერები. არ არსებობს. ხო. გიზდები. Client support. Whatever, მოკლედ, მინდა რომ ქართველებიც გაიჩითოთ, რა და ვისაც გაქვთ მონაცემები. მოდი თქვი გავიჩითოთ. ანუ მე არ მაქვს სამაგისო მონაცემები ვიფიქრე, იცი? განცდილ. არ შემილია ეგრე. განცდილ დროს. ხო. მე და ჩემი და ქალი ძალიან აქტიურად ფიქრობდით, ოღონდ აი ესეთი. ანონიმური. ხო, მაგრამ no, I could never, I don't know. უჭველი გიცნობდნენ ფრჩხილებით. ფრჩხილა. მაგრამ ყველა ხო გადაობს რა კი უნდა დავიწყო რაღაც, მაგრამ ანუ it takes guts. ზუსტად. მაგრამ აი კიდე ახლა გამახსნა ის თქვა მინდა და თუ ტიპი შოულობს $20,000 დღეში რამდენ გადასახადს იხდის წარმოიდგინე? ზუსტად, ანუ ამერიკის ეკონომიკა დგას OnlyFans კრეატორებზე. ჯერ ერთი მაგდან დავიწყოთ არ მგონია რომ ტრამპი იხდიდეს მაგდან taxes or his friends, მაგრამ ვაუ. წარმოიდგინე მაგდანს რო შოულობდა მაგდანს რო გასცემთან. მე მოკლედ zero tax policy მიყვარს მეგობრებო, დუბაიში გადავდივარ საცხოვრებლად. OnlyFans კრეატორი უნდა იყო დუბაიში. არ არის, I don't think that's legal there. მაქსიმუმ თავი წაგეჭრან. That would be it. Okay, მოკლედ სულ ეს იყო დღეისათვის. ძალიან exciting კვირა გვაქვს, მე ისეთ მომენტში დავიცავს. გაგაგებინებთ იქით კვირაში. ხო. თვალი ატანოთ ჩემი ჩიტის Instagram. Okay, bye bitches. გვიყარხართ. დავით მითხარა, ჩემთვის არასდროს არ უთქვამს, რომ ცოტა ჭამეო ან რაღაც და დედა ჩემთვის არასდროს არ უთქვამს, რომ მიდი ჭამეო და აქედან მოდის. აი ხარ. ლამაზესი ტანი. გემრიელი გოგო ხარ. შემოგერე რა. სიმაღლე ხარ ჯერ მარტო. ძალიან საყვარელი მადლობა.